საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივ მოქმედმა კონფერენციამ საერთო კრების რიგით მე-14 სხდომა გამართა. კონფერენციაზე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის წევრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივ მოქმედი კონფერენციის ხელმძღვანელად მეორე ვადით ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი აკადემიკოსი დავით გურგენიძე აირჩიეს. ჩვენი უნივერსიტეტები და ჩვენი განათლება არის ავტონომიური. ამ ავტონომიურობის უნივერსიტეტის ავტონომიურობის ფარგლებში შევიკრიბეთ და მოვისმინეთ ხარის ეროვნული განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ეროვნ ბატონი მარგიშვილისაგან ის ინფორმაცია თუ რას აპირებს ცენტრი. საქართველოს დიპლომები, ჩვენთან გრანტები, ერაზმუს პროგრამა ყველაფერი გააგრძელებს ისევე მუშაობას. იქნება აღიარებული, რამაც ჩვენად ბოლონიის პროცესის მონაწილეები მრავალი წელიწადია. კონფერენციის მიზანი არის ხარი დაუჭიროთ ჩვენი განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომ მან ისევ აღიდგინოს ენკარში წევრობა. ჩვენი ხარვეზები, რომელიც ჰქონდა, ვიცი რომ განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრს ეს ხარვეზები უკვე აღმოფხრილი აქვს, არანაირ პრობლემას ეს წევრობის შეჩერება და ეს ფაქტი თვითონ არანაირ პრობლემას არ უქმნის, თქვათ, საქართველოში გაცემული დიპლომების ლეგიტიმობას და მათ აღიარებას მსოფლიოში.